15 წლის ვარ და ასე მგონია, რომ ჩემს ირგვლივ ცხოვრება ყველას დაგეგმილი აქვს. ზოგს ექიმობა უნდა, ზოგს დიზაინერობა. ზოგმა უკვე იცის როგორ უნდა იშალოს მილიონი. მე კიდევ საერთოდ არ ვიცი რა მინდა. ხანდახან კი ვამბობ, რომ ფსიქოლოგობა მინდა მეთქი, მაგრამ მე ვფიქრდები და ვხვდები, რომ სხვა რაღაცებიც მაინტერესებს და გამომდის. ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე. უფროსებსაც გვაქვს აზრი და რამდენიმე დასკვნამდე მივედი. პირველი, თურმე სრულიად ნორმალურია სკოლის ასაკში წარმოდგენა არ გქონდეს რა პროფესიის გინდა რომ იყო. სკოლა კი არა, კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების 40% უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იცვლის თავის პროფესიას. მეორე, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ შეიძლება პირველივე ცდაზე ვერ აღმოვაჩინოთ ის, რის იკეთებოთ სიამოვნებს. სულ რომ მე-10 ცდაზე აღმოაჩინო, არც ეს არ არის პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანი დიდ ასაკში იცვლის საკუთარ პროფესიას და ამაში უცნაური არაფერია. მესამე, ყველას თავისი დრო აქვს. შენ კი სხვისი დროით ვერ იცხოვრებ. ნერვიულობაში დროის დაკარგვას ჯობს ცადო შენი თავის სხვადასხვა სფეროში. გადადგა თუნდაც პატარა ნაბიჯები. ეს დაგეხმარება, რომ გამოერკვე შენს მიზნებსა და ინტერესებში. და შენ გადაწყვეტე უკვე რა პროფესიის გინდა რომ გამოხვიდე. დაგვიწერე კომენტარებში.